მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტს სოხუმური ბრეხალოვკა. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ აფხაზეთის სახალხო და საქართველოს დამსახურებული არტისტი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართული დრამატული თეატრის მსახიობი ბატონი ვალერი არღულიანი. დიდი მადლობა ჩვენს სოხუმურ ბრეხალოვკაში მობრძანებისთვის. როგორ შეიძლება გავიხსენოთ სოხუმი, სანაპირო, ბრეხალოვკა და მოდით თეატრიდან დავიწყოთ. სოხუმში იყო კერა თავს შეყრის, ერთად ყოფნის, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის. ადგილი იყო ის, სადაც მე მახსოვს მაგალითად სპექტაკლები. ასეთი სპექტაკლი იყო პოეზიის საღამო. იყო იქ ისეთი ეროვნული ლექსი, ისეთნაირად იყო აწყობილი ეს სპექტაკლი. კულმინაცია იყო, რომ ხალხი ფეხზე დგებოდა და ეს სიტყვები, რომელიც აფხაზეთის საქართველოა, თითქმის მაშინ ქართველ კაცის სპექტაკლზე აღმოხდა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ეს მომენტები იყო იმ სპექტაკლში იქ. მერე თეატრები, ორი თეატრის ერთმანეთთან გაყოფიდან უკვე მსახიობებს ჰქონდა შიგნიდან ის უკმაყოფილო, რაღაცა დამუხტული სიმძიმე, წყინვალე თეატრი, რომ აფხაზებს დარჩათ და ჩვენ გადმოვედით აქ მეორებში. ეს სპექტაკლებში აისახა, ეს ურთიერთობაში აისახა, ეს ერთმანეთთან საუბარში აისახა. მაგრამ ჩვენ ესე იგი გამოვიდა რა, რომ ჩვენ დავტოვეთ ეს ყველაფერი და წამოვედით აქეთ. იცით რა არის, ერთი მხრივ რომ წამოვედით ჩვენ იქიდან, ჩვენ ამოვისუნთქეთ. ჩვენ რაღაცა სხვა თავისუფლებაში გადავედით, სხვანაირი სპექტაკლები დაიდგა უკვე, სხვანაირი თეატრი გახდა და გოგი ქავთარაძე იყო პიროვნება, რამდენი რამე ვისწავლე ამ ადამიანისაგან თქვენ ვერ წარმოიდგენთ. რამდენი რამე მაგისგან გადმოღებული გამომადგა ცხოვრებაში. ჩვენთან მსახიობებს ვისაც საშუალება არ ჰქონდა და რაღაცა, მაშინ კომუნისტების დროს იყო ბინის მიღება და ბინის გადაცემა მსახიობებზე ასე და რაღაცა შეამჩნია გოგის მე, რომ ამაზე მაინც და მაინც მაგრად არ დარბის. იგივე ადლეიბასთან, იმასთან, რაიკომის დივანთან, რომ მე ხო ხედავდი ესენი როგორ წვალობენ ამ ბინის გამო. გაუბრაზდი და გამოვედი შეკრებაზე. ისეთი უკენი, ისე გავასწორე მიწასთან. ისე რომ მე მაშინაც უკვე ის მქონდა, რომ წავალ თეატრიდან საერთოდ. მსახიობებმა ვისაც ეს საჭიროებოდა, ვისაც მართლა ასე უჭირდა იმათმა, ხარი დამიჭირეს იმათმა, შემაქეს ესა, მე რომ დავამთავრეთ ესა, გამოვედი გარეთ და აქ მეხვევიან ეს მსახიობები, რა სწორად თქვი ვალერი შენ, რა სწორად თქვი შენ, შენგენაც და მთელი ამბავი იყო. და ფოიეში არის ძველი სპექტაკლების სურათები და უყურებ ახლა ერთ-ერთ სურათს ჩემთვის დგევა და ამ დროს ვიღაცა გვერდიდან მელაპარაკება, ვალერი შენ ამ სპექტაკლში კარგი იყავი, კაი სპექტაკლი იყო, კი ეს სპექტაკლი გავიხედე და გოგი ქავთარაძე არ მის მელაპარაკება ამას. ვერ უჯერებ თვალებს კაცო, წეღან ასეთი რამე ჩავიდინე საშინელება და ეს მელაპარაკება აკერ იმაზე რაფია და ეს სპექტაკლი კარგი სპექტაკლი იყო ეს და მე წაიბურდღონი ახლა კი კარგი იყო მეთქი თემა გადაიტანა იქით და გულში ფიქრობ როგორ ვიჭორიკნე, როგორ დავესი და რა მალაპარაკებდა ამდენს და რატო მიწარჩამისკდა და მელაპარაკება ჩვეულებრივად დავდივართ იქით აქეთ მე ვბურტყუნებ ხმას ვერ იღებ გაფიტრებული ვარ. ბოლოს მეუბნება რომ ისე შენო დიმაო გიზო რამე რომ ასეთი საკითხები რო არისო შემოდით ჩემთან კაბინეტში ვისაუბროთ, წინასწარ გავიაროთ, ვილაპარაკოთ და მაინც ასე საკითხს უფრო მეტად მოუვლითო. ამ დროს ისეთი თავშეკავებული იყავი მის მიმართ, ამ დროს იყო შენი პირველი ძმაკაცი, მაგრამ სცენაზე მომთხოვნი იყო გაცდენის, დაგვიანების. ესე იგი გოგის დროს ჩვენ თეატრში რა მოხდა, რომელიც სოხუმის თეატრს არ ახსოვს, ძველი თაობისგან გამიგია. ყველა თაობა ერთმანეთს შეურიგდა.
სასწაული ფაქტი, რომელიც მე მგონია, რომ არც ერთიათში არ არის, არ მომხდარა და არც მოხდება ალბათ, არც ერთი კამათი არ იყო გოგის დროს. ზოგადად ამბობდნენ, რომ გოგის პერიოდი ეს 10 წელი იყო აღმავლობის პერიოდი სოხუმის თეატრში. ადამიანობის პერიოდი შემოქმედებითი იყო ძალიან ძლიერი. მე გოგის უყვარდა თავისი ნაშრომის გამოფენა თბილისში, ჩამოვდიოდით გასტროლებზე. მე გოგი იყო გიჟი გასტროლების. რუსეთის არც ერთი ადგილი, რომელი ადგილია ჩვენ რო გამოვტოვეთ. მურმანსკი რომ მურმანსკი სად არ ვიყავით და ქართული თეატრი საერთოდ არ იყო ნამყოფი. საერთოდ არ იყო ნამყოფი. თვითონ რო ჩამოვიდა ჩვენ წამყვანები ვიყავით. დიმა, მე, გიზო, მე ჩვენი ხურითები მოემატა, გადასარევი გოგოები, გადასარევი დები, ნიჭიერები. ეს მთლიანად ანსამბლი ისეთი შეიქმნა და თვითონ შექმნა გოგიმ ეს თეატრი ისე შექმნა, რომ ჩვენ თავისუფალ დროსაც გვინდოდა ერთმანეთის ყურება, ესეთი სიყვარული დათეს ამ კაცმა, ისეთი ის გააკეთა, რომ თქვენ უერთმანეთოდ არ შეგიძლიათ ცხოვრება და მართლაც ასე იყო. მე ჩემი ყოველი დღე თენდებოდა და ღამდებოდა იმით, რომ გიზოს აცხონოს მისი სული დააგერდი იმას და მოკლედ მე ძალიან ესეთი იმაში ვარ, რომ ეს ორი ადამიანი გვერდში რო რა მყავს ამ წლების განმავლობაში ძალიან განმისტრი. ამათთან მიიღამდებოდა დღე და მითენდებოდა დილა. ისეთნაირად ვიყავით. ეს იყო ერთი 10 წელი, რომელიც არ ამოვა არასოდეს ჩვენი ცხოვრებიდან და არც ამოვა და ალბათ სოხუმის თეატრის ისტორიაში ეს 10 წელი იყო ყველაზე გამოჩენის წელიწადი. თეატრის გამოჩენის წელიწადი გააკეთა გოგი. სოხუმის სანაპიროზე გავიაროთ. გავიხსენოთ სოხუმის სანაპირო. აი მაგალითად მე მყავდა ერთი მეგობარი კანდიდატარბა, რომელიც მთელი საქართველო იცნობდა. ძალიან ახლო ვიყავით ჩვენ, აი შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კაცი ჩემთვის იყო ეს კაცი. ომის მერე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. შენ ქართველებთან ხარო კავშირში. შენ აფხაზეთში არ დაგედგომება და საერთოდ მას ეუბნებოდნენ. პირდაპირ ესე იგი ქართველებთან კარგი ურთიერთობა მათთვის ეს შენ შეიძლება აგენტიც იყო. ომის შემდეგ რაღაც საქმე მქონდა მახაჩკალაში და გავიხედე და იქ არ ვნახე. მიყურა მე შევხედე და კი გადავეხიეთ ერთმანეთს, მაგრამ რა ვქნა ახლა სიმართლე რო ვთქვათ, მასაც ცრემლი მოვივიდა და მეც. ჩავედით იქ ხელად ქვემოთ რესტორანია და მთელი ღამე იქ ვიჭიქით და ვსაუბრობდით. საუბრობდით ახლა გაჩუმებული უფრო მეტად ვიყავით, ვიდრე ვსაუბრობდით. აი როგორ იცი მე მაგალითად მაგრად არ შევხებოდი იმას და თვითონაც ცდილობდა რომ მაგრად არ იმან რომ მოხდა ასე მოხდა რა ვქნათ ახლა მოხდა ჩვენ ხო გვიყვარს ერთმანეთი ჩვენ ხო ძმები ვართ ჩვენ ხო ძმაკაცები ვართ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი აი ამ თემაზე იყო უფრო მეტად საუბარი და ლაპარაკი და მაგი მომიყვარას არ ძიმბამ დამიბარაო შენო ხო ხედავ რა ცუდად გაქვს საქმეო ახლა რა ქენიო შენიციო წადიო კავკასიის ეს რესპუბლიკები დაიარეო ყველა. 5 მოცეკვავე შეარჩიო. ჩამოიყვანე ყველა სოხუმშიო და შექმნიო კავკასიური სახელმწიფო ანსამბლი და ჩაუდექი გვერდში და შეიძლება გიხსნაო. არა და შენი საქმე ცუდად არისო წასულიო და ეს რომ მითხრაო ვალერიო გამოვედი გარეთ და ღმერთო ამას როგორ არ გვიზამ ამას როგორ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სოხუმში არ მედგომებაო, კაცო, არ მედგომებაო. ვერ ქუჩაში ვერ გავდივარო. ხანვინ წამომაზახებსო, ხანვინ საშინო. მათთვის ეს როგორც მოღალატე შემოდი. აი ეს საშინელი ამბავია და. აი ახლა აქ ჩამოვედიო, აქ ანსამბლი ვნახეო, 5 კაცი აქედან ახლა ყარაჩაეში მივდივარო, მე იქით. მე მგონი გადავრჩებიო და აი ფიზიკურად შეიძლება გადავრჩეო. და მართლა შექმნა ანსამბლი ხელმძღვანელობდა მაგას მე თვითონ იყო მოცეკვავე რაღაც სასწაული მოცეკვავე აი სუხიშვილებში იმ დროს 3 ტრიალს მარტო ეს აკეთებდა კანდიდატარბა აკეთებდა 3 ტრიალს ჰაერში და ეს ქონდა ნომერი ამას იცეკვებდა და ამით ამთავრებდა მაგას
გავიდა დროხანი და ფრიდონ კვიციანი არის ჩემი ყოლა იცნობს. მირეკავს და მეუბნება რომ ისაო კანდიდატია ჩამოსული და შენი ნახვა უნდაო. ვიმე ისე დამემართა რაღაცა დამემართა და ვიფიქრე. ხელად გავარდი და ვაგდე ყველაფერი. მივედი და ნახე, მაგრამ რიგია სოხიშვილი, აღონ ძველი თაობის აი ეს მოცეკვავები, რიგია უშველებელი მთელი ეს დერეფანი გავსებულია მარტო მოცეკვავებით. ვაიმე ახლა ვიფიქრე მე როდის მომიწევს მაგასთან შესვლა, მეთქი და ეს ეკთანს უთხარი ასე უთხარი კანდეს რო ვალერია გარეთ და თუ შეუძლია ცოტა დროზე მიყავს. შევიდა და უსებ თვითონ ხალათით გამოვიდა და მითხრა მოდიო და გაიდა შევედი და ამას ვაკი შემომხედეს ჩვენზე უკეთესი რიტარი რა დამსახურება აქ. შევედი და ასე მომიყვა რომ კარგად ვარო უკვე მიმიღესო უკვე დავისეთ ნაოცნები ვარო სოხუმშიო რომ ჩემზე დანახვა ყოველას უხარიაო. ერთი რამე შევამჩნიე კიდე იქა. მაგას ჰქონდა რაღაცა ყუთით ჩამოტანილი აფხაზეთიდან ღვინო და აფსნი ეწერა ზემო. აიღო ეს ღვინო და მომცა ახლა მე ვიფიქრე რომ ახლა ეს ღვინით რას გვაკვირვებს ჩვენ აქ ღვინის ქვეყანა ქართულებს ღვინო ბოთლი, მაგრამ იქაც ძირი ჰქონდა ჩადებული იმისა რომ აფხაზეთის ღვინოა და ნახეთ და დააგემოვნეთ და იშեղეთ. თვითონ იყო ისეთი პიროვნება კანდიდატი რომ არ შეიძლებოდა ის არ ყვარებოდა ეს კაცი და ამიტომ თავის აზმა კაცოში ჩამოვიდა. შეიძლება შესაძლებლობას ჰქონდა შეიძლება იქით წასულიყო აქეთ წასულიყო, მაგრამ მაინც მაგან საქართველო არჩია. მაინც აქეთკენ არჩია, აი ამათი დანახვა უნდა და ყველასე ამ ყველაფერი როგორ სიმბოლურად არის ამ კაცში. თავიდან როგორ გაიჭედა ქართველობის გამო, მაგრამ გული მაინც ხო ხედავ ქართველებისკენ მოუწევდა და აქეთ წამოვიდა. უნდობლობა არ ქონია მაინც ქართველი ექერების. არა, ის მაინც შეინახა და ისე წავიდა ქვეყნად რომ ქართველები ერთხელ კიდე ჩაეხუტა და ნახა ეს ხალხი. რა ვარი? იქნებ ერთი ლამაზი მომენტი გავიხსენოთ სოხუმში. მაგალითად მე ხო რესტორანი მქონდა სოხუმში. ბოლო წლებში როგორ იყო? აქეთ ქართველები იჯდნენ, იქით აფხაზები იყო. გულში ვფიქრობდი, ახლა რაიმე რო დალევენ რაიმე ეს არ მოხდეს მეთქი ინციდენტი რო არ მოხდეს მეთქი და ამიტომ შევიდოდი ჯერ ქართველების სუფრასთან. მიულოცავდი, ვეტყოდი. ავდგებოდი და რამოდენიმე შამპანურს გავგზავნიდი აქედან აფხაზების იმას რომ აი ამ სუფრიდან გამოვიგზავნეს თქვენ და მაგრამ ამათ რა თქმა უნდა შევეკითხებოდი შეიძლება ასე და კიოსი ამლა გავგზავნიდი და მე ისინი გამოვგზავნიდნენ აქეთ და აი ასე დანიშნულზე გავდიოდი. იყო მომენტებიც რომ აი ამ დაძაბულობიდან მე აი ამ შამპანურის გაგზავნამ გააკეთა ისინი რომ ისინი წამოვიდნენ ამ სუფრასთან, ესენი იქ წავიდნენ და პირიქით უფრო გამთლიან და ის ძველი ის გაიხსენეს. რა კარგი მაგალითია ეს. ამიტომ მაგ ჩვენი ერთმანეთთან დაშორება არ იყო მთლად ასე უცებ მოხდა და დავშორდით ერთმანეთს. მაგას თავისი ისეთი სიყვარულის ისტორიას მოსდევდა იმას რომ მიძნელდება ეს მეზობლობიდან დაწყებული დამთავრებული ურთიერთობით სულ ასე იყო ეს. თბილისთან შედარებით სოხუმი ძალიან პატარად მეჩვენებოდა, მაგრამ კოხტა ლამაზი გადასარევი ეს ჰაერი ბუნება რაღაცა სასწაული. აი ახლა ვიღოთ ბათუმი. დღეს უკვე ისე წავიდა საქმე რომ ბათუმთან შედარებით სოხუმი არის ძალიან დიდი სოფელი. უკვე ზღვისპირა ქალაქების ათეულში შევიდა ბათუმი, ხო? აი სულ ფიქრობ ახლა მე რო ვიყო აფხაზი კაცი, რომელიც მანამდე მქონდა ბათუმი ნანახი. ან ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საკითხული აქვს რაღაცეები და იცის რომ წლების განმავლობაში ბათუმი იგივე სოხუმი იყო და დღეს რა არის ეს ბათუმი? ჩემი სურვილი რა არის რომ რა შეიძლება ბევრმა აფხაზეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ნახონ ბათუმი რა არის. აი ასე იქნებოდა სოხუმიც, უფრო უკეთესი, უფრო ლამაზი, უფრო გადასერე. ხედავ რა არის აქა და რა არის ახლა
სოხუმი შედარება გააკეთონ ერთი რა არის ახლა დღეს აი როგორი დიდი სურვილი მაქვს რომ რაღაცაებ გაკეთდეს ექსკურსიები და ამავე დროს ჩვენი ქართული ძველი მამაპაპური დახვედრები რომელიც გვაქვს სულში და გულში აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანს როგორ ეფერებიან როგორ თავზე ევლებიან თითოეულს ეს მიმართულება ვფიქრობ მე რომ ეს არის ის ნათელი წერტილი და ჭუჭრუტანა რომელიც უნდა გაფართოვდეს და დიდი სინათლე რო შემოვიდეს ურთიერთობაში აი ასე ვფიქრობ მე აფხაზეთთან დაბრუნების საკითხს ვინო რომელსაც აწერია გახსენი აფხაზეთში აფხაზეთში მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთში აფხაზეთში დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს წლის ბოლომდე მოხდეს დროზია გასახსნელი ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ნესტან ციმენტიას და რესტორან თეორემას ჩვენი მასპინძლობისთვის.